რუბრიკის სპონსორია ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი. რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი. ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა აჭარისა და გურიის მოსახლეობას ახალ სერვისებს თავაზობს. ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენი სტუმრები არიან კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლალი ივანიშვილი და ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ კვეტენაძე. მოგესალმებით, გაბატონო ლალი, ბატონო თემურ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სანამ უშუალოდ დავიწყებთ აი იმაზე თუ რას თავაზობთ აჭარის და გურიის მოსახლეობას და არის ეს სიახლე, რომ გითხრათ რას წარმოადგენს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა. მოგესალმებით, მივესალმები იმედის მაყურებელს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს პაციენტებს. გეტყვით, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ამ დრომდე წარმოდგენილი იყო თბილისში ცენტრალური კლინიკით, კლინიკა ახალი სიცოცხლით და უკვე ჩვენ გავფართოვდით რეგიონის მიმართულებით და ჩვენს მოსახლეობას უკვე ჩვენს დიაგნოსტიკის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს თავაზობთ ბათუმში, კერძოდ აჭარის და გურიის მოსახლეობას, რადგან მიმდებარედ არიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის სახით და ასევე მახიჯაურის ამბულატორიული ცენტრის სახით. მოგეხსენებათ, ზოგადად ქირურგიის ეროვნული ცენტრი არის ესეთი ტრადიციული კლინიკა, სადაც არის მაღალტექნოლოგიური აპარატურა, დიაგნოსტიკა, ჩვენი სამედიცინო პერსონალი მუდმივად იღებს სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობას, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ტრენერების დახმარებით, ასევე საზღვარგარეთ ქვეყნებში და ეს სიახლეები, რაც ჩვენ თბილისში გვაქვს, მინდა რომ ხელმისაწვდომი იყოს ასევე რეგიონის მოსახლეობისთვის, კერძოდ ბათუმის კლინიკისთვის. ყოველ შემთხვევაში ეს სერვისები ნაწილობრივ უკვე არის ბათუმის კლინიკაში და ჩვენ მუდმივად განვითარდებით და მუდმივად შევთავაზებთ ჩვენს მოსახლეობას სიახლეებს. დღეს, როგორც თქვით, ჩემთან ერთად არის ჩვენი კლინიკის ორთოპედია ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი თემურ კვეტენაძე და უფრო კონკრეტულად აი ბატონ თემურთან გვაქვს ზუსტად შემდეგი შეკითხვა, ანუ რა არის ის სიახლე, რასაც თავაზობთ ორთოპედია ტრავმატოლოგიის მიმართულებით? მოგესალმებით პირველ რიგში. ძალიან სერიოზული და მასშტაბური სიახლე გვაქვს ჩვენს კლინიკაში. ეს შეეხება ენდოპროტეზირების საკითხს, ოპერაციას, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოპედია ტრავმატოლოგიაში დღესდღეობით. ეს პრობლემა მოსახლეობაში, რომელსაც ჭირდება ამ ტიპის ჩარევა, საქართველოში ძალიან გავრცელებულია, განსაკუთრებით გავრცელებულია ზღვისპირა მოსახლეობაში. აქ უფრო აქტუალური იქნება ის საკითხი, რომ ჩვენ იგივე სიახლე დავნერგეთ უკვე ბათუმის კლინიკაში და ფაქტობრივად არ განსხვავდება ის სერვისი, რასაც ჩვენ მივაწოდებთ თბილისის კლინიკაში, იმისგან, რასაც მივაწოდებთ ბათუმის კლინიკაში. სიახლე არის მენჯბარძაღის ენდოპროტეზირების მხრივ, ეს არის თანამედროვე მიდგომა, თანამედროვე მინი-ინვაზიური განაკვეთი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ენდოპროტეზირების დროს. ეს არის პროტეზის ხარისხი, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც არსებობს არა მარტო საქართველოში, თამამად ვიტყოდი მთელ მსოფლიოშიც. ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია არის, რომელმაც დანერგა ეს განაკვეთიც, გამოიგონა ის დანადგარები, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ საოპერაციოში ამ განაკვეთისთვის. ფაქტობრივად შემცირებული არის ოპერაციის დრო, დანაკარგი, ინტრაოპერაციული, შემცირებული არის რეაბილიტაციის პერიოდი. უნიკალური მიდგომა არის, ვინაიდან ჩვენ ოპერაციის დროს არ ვაზიანებთ არც ერთ კუნთს. ყველა კუნთი რჩება ისეთი, როგორიც იყო და ჩაფიქრებული იყო ბუნებით. ეს ოპერაცია თბილისში გაკეთდება თუ ბათუმში? ეს ოპერაცია უკვე წელიწადზე მეტი აკეთდება თბილისში და ახლობით 200-ზე მეტი ოპერაცია გავაკეთეთ უკვე. ბათუმის რეგიონზე და აჭარასა. ერთი ოპერაცია საჩვენებელი, ესე რომ ვთქვათ, გავაკეთეთ ბათუმშიდაც და მივიღეთ ძალიან მაგარი შედეგი, ძალიან კმაყოფილი პაციენტი არის ბათუმის კლინიკაშიც. თუმცა, ძირითადი ბაზა, რა თქმა უნდა, თბილისში გვაქვს სადაც ვაკეთებთ. ფინანსების კუთხით საინტერესო, ეხლა არ იქნება ეს, ესე ვთქვათ, დიაფიანი ოპერაცია თავისთავად. რამდენად არის სახელმწიფო ჩართული ამ კუთხით, რა სახის დაფინანსებას თავაზობთ? ეს ცალკე საკითხია და ჩვენი ცალკე მიღწევა არის, ესე ვიტყოდი. ძალიან დიდი და ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები ჰქონდა ჩვენ ამ კომპანიებთან, რომ ჩვენს მოსახლეობას იმ ნაწილს, რომელსაც
ყველაზე მეტად ჭირდება ეს დახმარება, შევძლოთ გავუწიოთ, მივაწოდოთ ესეთი სერვისი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებში. აი თქვენ ახსენეთ რომ აი ეს დაავადება ბარძაკის პროთეზირება ეს ოპერაცია. აი თუ არის მაგალითად წინასწარ კვლევები ან აი სანამ ოპერაციამდე მივა, მკურნალობა თუ ტარდება თქვენთან კლინიკაში, აი თქვენს ფილიალში. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი პრევენციის მეთოდები ამ დაავადების და ამ პრობლემის, თუმცა ეს უფრო მენტალური პრობლემა არის, ანუ ის რომ ჩვენ მოსახლეობას არ უყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არის გავრცელებული ეს პრობლემა ჩვენთან ამ დონეზე. თქვენ აღნიშნეთ რომ განსაკუთრებით აჭარი ეს ზღვისპირა რეგიონში არის გავრცელებული. რატო რას უკავშირდება ეს? სტატისტიკა ამბობს ასე? ეს სტატისტიკური მონაცემებია სამხრეთის ქვეყნები და განსაკუთრებით ზღვისპირა მოსახლეობა უფრო მიდრეკილი არის ამ პრობლემის. ნესტი ვითომ? შეიძლება. ბატონო, მე მინდა რომ უფრო დავაკონკრეტოთ, ანუ რას ნიშნავს მინიინვაზიური განაკვეთი, ანუ რით განსხვავდება დაუშვათ იმ მეთოდისგან, რომელიც აქამდე კეთდებოდა. ეს განაკვეთი არის სულ სხვა მასშტაბის, დაახლოებით 7-8 სანტიმეტრი არის სიგრძით. გაცილებით ნაკლები არის ვიდრე თვით პროტეზი, რომელიც იდგმება მეჯვარდაღის სახსარში. ეს განაკვეთი კეთდება წინა ხრიდან, მაგიტომ ქვია წინა მიდგომა ამას და ოპერაციაში მონაწილეობს საკმაოდ დიდი დანადგარები, რომელიც ჩვენ გვეხმარება ოპერაციის დროს, რომ არ დავაზიანოთ კუნთები და მივახციოთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ეს რეაბილიტაციის პროცესს უფრო აჩქარებს? რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს იმ დონეზე, რომ მეც ხანდახან გავკვირვებული ვრჩები, როგორ დგებიან პაციენტები, ესე სწრაფად დაიწყება სიარული. ჯერ მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ 200-ზე მეტი ოპერაცია გვაქვს გაკეთებული, დღემდე მიკვირს პაციენტები მეორე, მესამე დღეს რომ მიწყებენ სიარულს და არანაირი ჩივილები არ აქვს. აი ეს საჩვენებელი ოპერაცია, რომელიც თქვენ ბრძანეთ ბათუმის კლინიკაში, ანუ ეს ერთჯერადად გააკეთდა თუ გეგმავთ რომ უშუალოდ ბათუმში გააკეთდეს კიდე ოპერაციები? ერთ-ერთი ბაზა, რომელიც იქნება ჩვენი ამ ოპერაციების ბაზა, იქნება ბათუმი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ფილიალის ბაზაზე. ამას ერთი კონკრეტული ქირურგი აკეთებს თუ ყავთ ბათუმში თქვენი წარმომადგენელი? ამ ეტაპზე ერთი ქირურგი აკეთებს. იყო რამოდენიმე ქირურგი, რომელმაც ცადა გააკეთა, წარმატებითაც გააკეთა ეს ოპერაციები, მაგრამ რაოდენობა ძალიან ისეთი სხვაობა ძალიან დიდი არის იქ ერთეულებზია საუბარი. მინდა რომ უფრო კარგად გავაცნოთ ბათუმის კლინიკა ჩვენს სტელმაყურებელს და განსაკუთრებით აჭარის და გურიის მოსახლეობას. კიდე რა სიახლეები გაქვთ? ჩვენს მოსახლეობას ვეტყვი პირველ რიგში, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა არის საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კლინიკა. მოგეხსენებათ 2024 წელს უკვე მოგთხოვა ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის მქონენი უნდა იყვნენ. ჩვენ წარმატებით გავიარეთ გერმანული სტანდარტი, ავიღეთ კატექიუს საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატი. ასევე კლინიკა აკმაყოფილებს ყველა იმ ნებართვებს, რაც მოგვეთხოვება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ის სიახლეები, რაც არის თბილისის კლინიკებში, ხელმისაწვდომია როგორც კი ბათუმის კლინიკაში. ეს გახლავთ დიაგნოსტიკის მხრივ და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკა ბათუმში არის ერთადერთი კლინიკა, სადაც არის სამტესლიანი ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი. რეგიონში სამტესლიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი არსად არ არის. გარდა იმისა, რომ ჩვენი ვთქვათ სამტესლიანია, მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა სხვა დამატებითი უპირატესობები, რაც ამ აპარატს აქვს. ეს გახლავთ განიერი გვირაბი, მოგეხსენებათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება პაციენტებს, ვისაც კლაუსტროფობია აქვს. ეს განიერი გვირაბი, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს, რომ ეს შიში არ ქონდეს. გარდა იმისა, რომ გვირაბი განიერია, ვენტილაციის მაღალი ხარისხია, რომ არ იყოს ესე ვთქვათ დახუთულ სივრცეში პაციენტი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ყველაზე
ისე მიხარია ხოლმე ამას რომ ამბობ, რომ პაციენტებს თავაზობთ კვლევის პროცესში აუდიო-ვიდეო მხარდაჭერას. ეს უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, არის ის რომ სპეციალური ხატული ფილმი და შეგიძლია ნახო რაც გინდა. პაციენტს თავის სურვილის მიხედვით შეურჩევთ ესე ვთქვათ რეპერტუარს. ეს იქნება მელოდია, რაღაც ფილმი, სიუჟეტი და კვლევის პროცესში მას შეუძლია მოსალებულ მდგომარეობაში. ფეხბურთი ხანი უნდა უყურო 30-იანი კლინიკა მდებარეობს ბათუმში, ბონის დასახლებას ეძახიან და ეს აჭარის მოსახლეობისთვის ცნობილია ეს დასახლება გოგოლის მეორე შესახვევში. და რამდენი პაციენტზეა გათვლილი და სტაციონარული მომსახურებაც აქვს, გათვლილი არის 30 საწოლზე, გარდა იმისა, რომ დიაგნოსტიკის უბრალოდ რაც ვთქვით, რომ ეს ციფრული სამიტესლავა ტომოგრაფი გვაქვს 160-ჭრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც ასევე ციფრულია, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი და გარდა ამისა ვთავაზობთ ჩვენი სპეციალისტების მუდმივ კონსულტაციებს ადგილზე. თბილისიდან მიწვეულ სპეციალისტებს გულისხმობ, ბატონი თემური, რა თქმა უნდა, იგულისხმება აქ არის ასევე ლაზერული აბლაციები, ცნობილია ეს ჩვენი მოსახლეობისთვის თბილისში უკვე. ეს გახლავთ ვარიკოზული ვენების მკურნალობა, თანამედროვე მეთოდით, ეს არის ძალიან მცირე დროის განმავლობაში ლაზერით ვარიკოზული ვენების დახურვა. პაციენტი რეაბილიტაცია სწრაფად გადის და დღის ბოლოს რამოდენიმე საათში ტოვებს კლინიკას. ჩვენი ანგიოლოგები ჩადიან ადგილზე ასევე კონსულტაციებს ატარებენ და ადგილობრივი ექიმების პრინციპში ადგილზე იქნებიან დასაქმებული კლინიკა, რა თქმა უნდა, არის დაკომპლექტებული მაგრამ ეს თბილისიდან ექიმი მოდის მოსახლეობაში მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და მუდმივად განვითარდებით ჩვენ მოსახლეობას თქო რომ თვალიამდენო ჩვენ გვერდს როგორც საით სოციმედია საშუალებებით მუდმივად ვაანონსებთ კონსულტაციებს და კონსულტაციების შემდგომ თუ საჭირო იქნება რა თქმა უნდა ოპერაციული ჩარევა ყოველთვის მზადვათ რომ ადგილზე შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას მთელი საქართველო ახლა ხო არა მარტო ახლა ხო და ანუ ძალიან კარგია რომ გავაგებინეთ ყველას რომ მე ვიცოდი ამის შესახებ მაგრამ გავაგებინეთ ყველას რომ ბათუმში არის ასეთი არაჩვეულებრივი კლინიკა მულტიპროფილური მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და εκεί ადგილობრივი ექიმებით მაღალი პროფესიონალები არიან რა თქმა უნდა და მათ მხარდაჭერა აქვთ ასევე თბილისიდან ჩასული სპეციალისტების ნუ ამ შემთხვევაში ბატონი თემური ის ერთი ქირურგი რომელიც აკეთებს ოპერაციას თბილისშიც და ბათუმშიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ძალიან დიდი მადლობა ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლალი ივანიშვილი და ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ კვეტენაძე. რუბრიკას კი წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი. რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი.